სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების საბოტაჟი, მოგონილი პროპაგანდისტული და მავნებლური არგუმენტებით, რაც შეიძლება ნაკლებად შეძლოს Deep State-ის აგენტურამ. ამ მთავარი მოტივით საპარლამენტო უმრავლესობა რეგულაციებს ამკაცრებს. ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში შედის, რომლის მიხედვითაც მაგალითად მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში და შენობებში აქციების ჩატარება. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე იზრდება. პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის მუქარისა და ძალადობისთვის იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადაც და 5 წლიდან 6 წლამდე განისაზღვრება. კაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენლებზე და მათ ოჯახის წევრებზე თავდასხმაზეც. ჩვენ გვაქვს მოცემულობა დღეს, როდესაც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ 4 ასეული ადამიანისგან შემდგარი უცხო ძალების ორგანიზებით კარგად გაწვრთნილი აგენტურული ბირთვი უხეშად არღვევს 4 მილიონი ადამიანის ამ ქვეყნის მოქალაქეების უფლებებს. სწორედ ამ ანომალიის გასასწორებლად და გამოსასწორებლად ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, მაგალითად, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში, აქციების ჩატარება, წვრილმანი ხულიგნობისათვის, ვანდალიზმისათვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმოადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისათვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისათვის და სხვა მსგავსი, ბევრი ასეთი იცით. ადმინისტრაციული კანონდარღვევისათვის ჯარიმები იზრდება და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც 60 დღემდე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება. სისხლის სამართლის კოდექსშიც გვექნება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით, რასაც მრავლად ხედავთ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. კერძოდ, ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება. აქამდე იზრდებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, არსებული ცვლილებით ამ ქმედებისათვის განისაზღვრება პატიმრობა, ეს არის უკვე სასჯელზე და არა სახთელზე საუბარი, პატიმრობა 3 წლამდე ვადით. იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისათვის და ეს გადავა მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში 5 წლიდან 6 წლამდე ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ასევე მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის, ჯგუფურობის, არაერთგზისობის, სასჯიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში. სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც. სისხლის სამართლის წესით დაიჯება ეს ახალი ნორმა იქნება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე, თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირით. რატომ დადგა რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობა დღის წესრიგში? ეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დეტალურად განმარტა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, სხვადასხვა დროს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავლენებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების დასუსტებისკენ. გასულ წელს კი არეულობის არაერთმა მცდელობამ გარკვეული უარყოფითი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე. მთავრობამ მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე აქტიურად იმუშავა და დღეს ეს გამოწვევა აღარ დგას, თუმცა როგორც მართლ გუნდში ამბობენ, პრევენციისთვის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე რეაგირება უნდა გამკაცრდეს. ხელისუფლების მთავარი მიზანია ერთი მხრივ უზრუნველყოს შეფერხების გარეშე ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, მეორე მხრივ უცხო ძალების ორგანიზებით კარგად გაწვრთნილმა აგენტურულმა ძალებმა ვეღარ დაარღვიონ ქართველი ხალხის უმრავლესობის უფლებები და სახელმწიფომ მაქსიმალურად დაიცვას მოქალაქეები ფსევდოლიბერალური ფაშიზმის, ბულინგისა და სხვადასხვა სახის თავდასხმებისგან. კვლავ გრძელდება Deep State-ის აგენტების მიერ ხელისუფლების ცვლილების მცდელობა. მართალია მათ ამ ჯერზეც უსერიოზულესი კრახი განიცადეს, მაგრამ მაინც რჩება გამოწვევები, თავიანთი პატრონების დავალებით ისინი კვლავ აგრძელებენ ქვეყნის ჯანჯღარს და საბედნიეროდ მიზანთან ახლოსაც არ არიან. ამის მიუხედავად, მათი ჯაშუშური საქმიანობის და შესაბამისი გარედახმარების შედეგად ქვეყანას მიადგა შედარებით
შედარებით მცირე, მაგრამ სხვა სახის პრობლემები ექმნება ასეთი პრობლემები. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში ნაცვლად 10%-იანი ეკონომიკური ზრდისა. ქვეყანას ჰქონდა 6.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, გაუარესდა ლარის კურსი და შესაბამისად ქვეყანამ და მისმა ეკონომიკამ გარკვეული დარტყმა მაინც მიიღო. დღევანდელი მოცემულობით ეს უარყოფითი ტენდენცია ეკონომიკური მიმართულებით გასწორდა და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ხალხისვე და სამშობლოს მსახურება მოახერხოს ხელოვნური დაბრკოლებების გარეშე. ხელოვნურ დაბრკოლებებში ვგულისხმობ წინა პერიოდებში სხვადასხვა დროს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის და გარეძალების გავლენებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების ნგრევის და დაზუსტებისკენ. წლების განმავლობაში დეტალების დონეზე მიზანმიმართულად წარმოებდა ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში, რომ სახელმწიფო და მისი მართვის ბერკეტები მაქსიმალურად ყოფილიყო დასუსტებული. დღეს ჩვენ საბედნიეროდ უკვე გვაქვს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომ შევძლოთ ასეთი მავნებლური ნორმების შეცვლა, რაც გააუმჯობესებს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ ქვეყნის მართვის ბერკეტებს და მეორე მხრივ გააეოლებს ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის გაძლიერება გაჯანსაღებას და ასევე დაიცავს პოლიციელებს, საჯარო მოხელეებს თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ფსევდოლიბერალური ფაშიზმის, ბულინგის და მცირე აგენტურული ჯგუფების მიერ თავსმოხვეული ამაზრზენი თავდასხმებისგან. სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის და განვითარებისთვის შემოღებული ცვლილებები კანონში გარედაკვეთების შემსრულებელი რადიკალების დღის წესრიგს სრულიად ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ მალევე ნაცოპოზიციამ სოციალურ ქსელში ისტერიული კამპანიაც დაიწყო და ტრადიციულად ცვლილებებს რუსული უწოდეს. პარლამენტის თავმჯდომარე ყველას ახსენებს, რომ დაიცვან კანონის უზენაესობა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქართველოში ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში შეკრება და მანიფესტაცია საჯარო სივრცეში კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და ყველას აქვს შესაძლებლობა გამოხატოს პროტესტი მშვიდობიანი ფორმით. საქართველოს პარლამენტი აპირებს ჩარჩოს მოწესრიგებას იმისთვის, რომ იყოს რომ კანონის პარალელში ყველა შეეძლოს თავისი აზრის გამოხატვა. ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებული არის ნებართვის გარეშე შეკრება ღია სივრცეში. დახურულ სივრცეში, როდესაც ის არ არის საჯარო სივრცე, თუ კი საჯარო სივრცე არის სხვა არის, მაგრამ საჯარო სივრცე სადაც არ არის, იქ არის საჭირო მესაკუთრის თანხმობა, კერძო იქნება ეს თუ სახელმწიფო. ასე არის და ასეც იყო ხა, ვიცი, პარლამენტშიც იყო გახსოვთ ცდილობა, რომ ჩაეტარებინათ აქცია და მაშინაც გახსოვთ, რომ ზოგიერთ ზოგიერთ როგორც ჩანს არ ესმოდა და მაშინაც ცდილობდი რომ ამეხსნეს და არ უნდა და ზოგიერთს რომ გაიგო შეიძლება რომ პარლამენტი არის საზღვაო სივრცე, აქ ასე ვთქვათ აქციის და შეკრების ჩატარების უფლება არ არსებობს თანხმობის გარეშე. ამ პროცესებთან მიმართებაში რაც საქართველოში ხდება, რასაკვირველია ერთადერთი რამ შეიძლება ითქვას, ეს არის გეგმაზომიერი მუშაობა მიმდინარეობს იმისათვის, რომ დესტაბილიზაციას კონდეს შეუქცევადი პროცესი. არანაირი ცვლილება არ მომხდარა იმ გეგმაში, რაც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია. რასაკვირველია კანონის გამკაცრება საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანაში წესრიგი იქნეს შენარჩუნებული. ჩვენი შედეგი, ჩვენი მიზანი ამ ცვლილებების არის ის, რომ პირველი, რა თქმა უნდა, ამ არაფორმალურმა გავლენებმა ვერ შეძლონ სახელმწიფო გადაწყვეტილების მიღების აპარატში მნიშვნელოვანი გავლენების მოპოვება გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მეორე, სახელმწიფო ინსტიტუტები იყოს მედეგი, იყოს მტკიცე და იყოს ეფექტიანად ფუნქციონირებადი. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტში უკვე დაინიცირდა. მმართველი გუნდი პირობასდებს, რომ პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ გარედან ინსპირირებული არაეფექტური მართვისკენ მიმართული ნორმები სრულიად არ შეიცვლება სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირებისა და დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი ნორმების მიღებით.